Სამშვიდობისა მოგესალმებით სურფოს ტელემაყურებლებო, როგორც უკვე გითხარით, დღეს რაგბიზე ვისაუბრებთ, სარაგბო თემა დიდი ხანი არ ქონია გადაცემაში და დღეს ვისაუბრებთ დიდი ათის გათამაშებაზე, მოგეხსენება ძალიან მალე განახლდება უკვე ჩემპიონატი და როგორ ემზადება ბათუმის გუნდი განახლებული დიდი ათის გათამაშებისთვის. მოდით ჯერ რეპორტაჟი ვნახოთ, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა ზურაბ იასამინძემ მოამზადა და შემდეგ უკვე სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ სტუდიაში საუბარს. ამუშავე წაიყვანე. აია უყო დაბლა პირველი შიდა კაცმა უფრო ყურადღება. მორიგი სეზონი უცვლელი მიზნები და განახლებული შემადგენლობა ჩვენი გადაცემის ობიექტივში ამჯერად სარაგბო კლუბი ბათუმი მოხვდა. ირაკლი ნინიძის გუნდი საქართველოს რაგბი დიდი ათის მეორე წლისთვის მზადებას აგრძელებს. შავი ზღვის პირელმა სამწვრთნელო პროცესი 8 იანვარს განაახლეს და ეროვნულ ჩემპიონატში გადამწყვეტი ფაზისთვის ინტენსიურად ვარჯიშობენ. გუნდმა პირველ ორ კვირაში უკვე გაიარა ფიზიკური მომზადება, ამ დროისთვის კი ტაქტიკურ და ტექნიკურ მომზადებას გადის. ბათუმელთა შეტევის მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე გუნდის მომზადების დონით კმაყოფილია და სეზონის დარჩენილ ნაწილში საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია. 4 წლის სეზონი დეკემბრის ბოლოსკენ დამთავრდა, ჩავარჩები დეკემბრის 27-ში დავასრულეთ. იქიდან გამომდინარე, რომ თამაშები ძალიან გადაბმული იყო, ძალიან აუცილებლად ჭირდებოდა დასვენება, იმიტომ რომ აი აუცილებელი ფსიქოლოგიურად, მენტალურად რაღაცა პერიოდი არის მithumetes საახალწლო წლებში, ამიტომ ჩვენ ორი კვირა გავუშვით სრულიად გუნდი, მივეცით ცალკე დავალებები და განვაახლეთ ვარჯიშები 8 უკვე იანვარს. სამზადე პერიოდი მოკლედ დაყოფილი არის თავისი კვირებით. პირველი კვირა ეთმობა ფიზმომზადებას, პირველი 2-3 კვირა თითქმის და მე ეს ეტაპობრივად გადავდივართ უკვე უნარებზე და გუნდის ტაქტიკურ მონახაზით და თამაშებზე. ფიზმომზადება ძალიან კარგად ჩაიარა. ამ ეტაპისთვის გუნდი არის კაი მდგომარეობაში, ფიზიკურად კარგად, რა თქმა უნდა, დაღლილები უნდა ვიყოთ და ვართ, მაგრამ უკვე ტაქტიკური მიმართულებით გუნდი უკვე ნელ-ნელა ემზადება ძალიან კარგად მიდის და კიდე ეს ორი კვირა დარჩა, რამასაც მე პროგრესულად კიდე უფრო უკეთესად შევალთ, ზუსტად იმ პირველი თამაშის 14 ფებრუარს იქნება. მოსაზადებელი პერიოდი დაიწყო 8 იანვარს, 3 კვირა გავიარეთ მოსაზადებელი პერიოდიდან. ფიზიკური აქტივობები იყო ჩართული ამ 3 კვირის განმავლობაში. ეხლა გადავდივართ ფიზიკურ და ტაქტიკურ ვარჯიშებზე, სადაც უფრო მეტად იქნება ჩართული ბურთი და ვეცდებით, რომ განახლებულ ჩემპიონატს შევხვდეთ ძალიან კარგ ფორმაში. სარაგბო კლუბმა ბათუმმა დიდი ათის წლევამდელი გათამაშება არასტაბილურად დაიწყო და საწყის ტურებში რამდენიმე მოულოდნელი მარცხიც იწვია. თუმცა მე-6 ტურის შემდეგ ზღვისპირელებმა სტაბილურობასთან ერთად საკუთარი თამაშიც იპოვეს, მიჯნით ზედიზედ 6 მატჩის მოგებაც მოახერხეს და სატურნირო ცხელში მდგომარეობაც გაიუმჯობესეს. ამ დროისთვის ბათუმელები რაგბი დიდი ათის რეგულარულ ჩემპიონატში 37 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. მათი მიზანი კი გასული წლების მსგავსად პლეი-ოფში კარგი პოზიციით შესვლა და საჩემპიონო თასის ბათუმში დაბრუნებაა. რაც შეეხება გამონდელ პირველ წრეს, ვფიქრობ, რომ კი შეიძლებოდა სამწუხაროდ 2-3 თამაში თითქმის მოგებული თამაშები დავთმეთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ როტაცია გვქონდა დიდი, პლუს ტრავმები მიემატა და ვიყავით ოპტიმალურ შემადგენლობის ძიებაში, რაც მე უკვე შედეგზეც აისახა და სადაც დავლაგდით და იმ ოპტიმალურ შემადგენლობით უკვე ასპარეზობა მოგვიწია. მიჯრით 6 თამაშის მოგება მარტივი არ იყო, მაგრამ ვიპოვეთ ჩვენი თავი და ის ჩაგდება ის პრობლემა რაც ჰქონდა, ეტაპობრივად ამოვხარით და აქედან გამომდინარე შედეგიც მივიღეთ. მიზანი, რა თქმა უნდა, იგივე რჩება, რაც შეიძლება საუკეთესო პოზიციით შევიდეთ პლეი-ოფში და ვიმუშავებთ მაგისთვის, რომ ისევ ის დაკარგული თასი უკან დავაბრუნოთ ბათუმში. პირველი წრეც ცოტა რთულად დავიწყეთ, დასანანი მატჩები იყო, შეგვეძლო ბევრი თამაშის წამოღება, მაგრამ ვერ შევძელით რა. შემდეგ გავაანალიზეთ, რის გამო წავაგეთ თამაშები და ბოლო 6 თამაში გამარჯვებით დავამთავრეთ რა. ეხლა მიზანი ის არის, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ბევრი ქულები დავაგროვოთ და კარგი შედეგით შევიდეთ პლეი-ოფში და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ თასი ბათუმში დავაბრუნოთ. ეროვნული პირველობის განახლებამდე კი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბათუმელებმა გუნდის გასაძლიერებლად 2 ტრანსფერი განახორციელეს. ზღვისპირელებს რეზი ჯინჭველაშვილი და სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერი დერილ კამილი შემოუერთდნენ. ვიყო კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტები, მაგრამ ბათუმის გუნდი ავარჩე, იმიტომ რომ 2 წელს უკან თამაშობდი ბათუმში, ჩემპიონების გავხდით. ადაპტაცია არ გამიჭირდა, იმიტომ რომ თითქმის ყველას ვიცნობ, მეგობრობ და გულშემატკივარს პირდებით, რომ დასახული მიზნისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონობა დავიბრუნოთ.
ბათუმთან მოლაპარაკებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაწარმოებდი ამ კლუბში თამაში ჯერ კიდევ გასულ სეზონში მსურდა, თუმცა მაშინ პასპორტის პრობლემის გამო ჩამოსვლა ვერ მოხერხდა. ჩამოსვლამდე ყველა მეუბნებოდა, რომ ამ პერიოდში ბათუმში სიცივე იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა, რის გამოც აკლიმატიზაციის პრობლემაც არ მქონია. გუნდში ძალიან მეგობრული გარემო და კარგი ატმოსფერო დამხვდა. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბათუმის გულშემატკივარს ვპირდები, რომ ყოველ თამაშზე მაქსიმალურად დავიხარჯები და იმედია წელს ჩემპიონობასაც ერთად ვიზეიმებთ. ეროვნული ჩემპიონატის განახლების შემდეგ სარაგბო კლუბ ბათუმის პირველი მეტოქე ბოლნისის ყოჩები იქნება. ეს გუნდები მიმდინარე სეზონში უკვე მეორე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პირველ წრეში რაგბი პლატოზე გამართულ შეხვედრაში კი გამარჯვება დრამატულ ბრძოლაში 17-16 ბოლნისელებს დარჩათ. ბათუმელთა დაცვის მწვრთნელი თენგიზ გოგიბერიძე ბოლნისის ყოჩებთან დაძაბულ და რთულ შეხვედრას ელოდება, თუმცა მისი თქმით მოსაგებად მაქსიმუმს გააკეთებენ. ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველი მეტოქე იქნება ყოჩები. ძალიან კაი გუნდია, წელს უბრალოდ ცოტა საკადრო პრობლემებიც ჰქონდათ პირველ წრეში, მაგრამ მაინც სამწუხაროდ დაუმარცხდით ჩვენც არეულები ვიყავით ცოტა. ყავთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც წყვეტენ თამაშს ნამდვილად. ერთ-ერთი მაგალითად ლაშა მალაღურაძეა, მაგათი მგეზავი, ასე რომ ჩვენც შევეცდებით მაქსიმალურად დაუპირისპიროთ ამას ყველაფერს ჩვენი ძლიერი მხარეები და გამარჯვება მოვიპოვოთ. მეორე წელს გავხსნით ბოლნისის ყოჩების მატჩი, სამწუხაროდ პირველ წრეში დავთმეთ გასვლითი მატჩი, დაძაბული თამაში იყო ჩვენი 16 დავმარცხდით. მეორე წელს შევეცდებით ახლა საშინაო კედლებში სეზონის გამარჯვები დავიწყოთ. პირველ თამაშში გამარჯვებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც და სატურნირო ცხვირის გამომდინარე, სრიდანაც გამომდინარე. და საშინაო კედლებში წელს დაუმარცხებელი ვარ და შევეცდებით რომ აუცილებლად მოვიგოთ ეს თამაში. ბათუმისა და ყოჩების შეხვედრა 14 თებერვალს ბათუმი არენაზე 14 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ვიდრე ამ მატჩამდე მივალთ და 14 თებერვალი დადგება, სტუდიაში უნდა ვისაუბროთ სტუმრებთან ერთად სარაგბო კლუბ ბათუმის მწვრთნელები, ფიზმომზადების და შეტევის მწვრთნელი პალიკო ჯიმშალაძე, გიორგი შხარტიშვილი არიან ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მეგობრებო, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. რეპორტაჟშიც აღინიშნა, მაგრამ თქვენთან ერთად კიდევ დეტალურად გვინდა გავიაროთ ის თემები, რაც თქვა ბათუმის გუნდის მიმდინარე მდგომარეობას ეხება და რა თქმა უნდა დავიწყოთ ცოტა შორიდან სეზონის დასაწყისი. კადრებიც ვნახეთ რამდენიმე დასანანი მარცხის, რომელიც გუნდმა განიცადა სეზონის სტარტზე, თითო-თითო ქულით მოხდა რაღაცა ეგეთ შემთხვევები, შეხვედრები. სეზონის სტარტი და შემდეგ უკვე აკრეფილია ეს ძალიან დიდი ხულათა რაოდენობა, ზედიზედ მოგებული მატჩები. შეფასებები გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, და მიზეზები გამომწვევი რა შეიძლება და ყოფილიყო ბატონ ბალი. პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და დავიწყოთ ახლა ჩვენი სეზონის დასაწყისი, რომელიც არ იყო ისეთი, როგორც რაღაც თითქოს შარშანდელი იმ წარუმატებელი სეზონის გაგრძელება იყო, რაღაც აუცილებელია მოგება. მოგება ყოველთვის არა მარტო ქულაზე და მცხლზე უნდა ისახოს, ასევე ფსიქოლოგიურად საჭიროა, мотиваციისთვის საჭიროა და ცოტა ზედმეტი კითხვები ქონა დასმული. ნელა-ნელა კიდე მოგვიწია გუნდის გადაწყობა. ოსა ახალი მოთამაშეები მოვიდნენ, აქედან გამომდინარე, აი ზუსტად ეგ იყო, რომ რაღაც ვერ დავჯექით იმ საერთო ტაქტიკურ მონახაში, ცოტა ინდივიდუალურად წავედით, ინდივიდუალურად უფრო მეტად ვიყავით, ვიდრე ეს რაგბი ტაქტიკური თამაშია. რაგბი არ არის მარტივი თამაში, მაგრამ რთული თამაშია და ზუსტად აი ამ ძებნაში და აი ამ მუშაობაში, რომ ნელა-ნელა იმ ტაქტიკაში შევსულიყავთო ჩვენი საერთო მთლიანი შესაძლებლობები, ფიზიკური იქნებოდა, ტექნიკური იქნებოდა, თუ გუნდური უნარები იქნებოდა, ერთად თუ შეგვერწყვა, მაგარი სამწუხაროდ დაგჭირდა ის პირველი აი ესეთი მძიმე დასაწყისი რა, მართლაც დასანანი ისეთი თამაშები, სადაც 1 და 2 ქულას ვაგებდით რა. ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ გუნდი სათანადოდ ვერ გაძლიერდა, ან რაღაცა ვერ მოვიდნენ ისეთი ხარისხის მოთამაშეები, უბრალოდ რაღაცა შერწყმა ვერ მოხდა ტაქტიკურად თქვენ როგორც აგრეთვე ეს არის მთავარი მიზეზი მძიმე სტარტის. კი, ну, ძირითადად მთავარი მიზეზი მაინც ეგ არის, იმიტომ რომ იქ უკვე ის მთავარი ღერძის მოთამაშეები, ვინც არის, ვინც თამაშს მართავს და ვინც ამ ტაქტიკას მართავს, იქაც იმ ბიჭებს დახმარება ჭირდება, მათი მიდგომაც, მათი თამაში ჩართულობაც, ანუ მთლიანობაში არ გვეგონა, მაგრამ დავკარგეთ რაღაც გარკვეული პერიოდი მაგაში, რაზეც მე უკვე სრულიად შეიცვალა. გუნდმა უკვე 6 თამაშს ზედიზედ მოიგო, თან მithumetes ყოველ თამაშზე ზუსტად რაც ჩვენ მეტად გვაინტერესებდა ის რომ
ტაქტიკურად შეიცვალა გუნდი, რაღაც შევედით იმ ერთ წრილში, ერთ აი ასე ან დავალებების შესრულება დავალებების შესრულება იქნებოდა უკვე ჩვენ ინდივიდუალურ ამუნარებს ვახმარდით გუნდს პირველ რიგში გუნდი და მერე უკვე ინდივიდუალურად მოთამაშე რამაც ეხა მაგალითად ავიღოთ ეხა არესის გუნდი რომელიც არის ეხა ჩვენს ერთი ადგილი ძევით მეორე ადგილზე არის ორივე თამაში განსაკუთრებით ბოლო თამაშიც უკვე ძალიან კაი გუნდია და ბევრჯერ დაამტკიცა არესის გუნდმა რომ იმსახურებს ის სადაც არის მაგრამ ბოლო თამაშზე ბონუსით მოუგეთ თან მithumetes მათთან მოვიგეთ სახში და აი ნელა-ნელა უკვე პროგრესულად მივედით აი კაი ფინიშზე პირველი ნაწილის. გიორგისთანაც მინდა დავსვა შეკითხვა, თქვა ფიზიკურად გუნდი რამდენად იყო მზად და ხო არ იყო თქვა შეკითხვები ესე თქვა ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აი რაღაცა თითოქულით წაგება, მაინც ცოტა დასანანია, როცა მთელი თამაშის განმავლობაში ხარ ლიდერად მიდიხარ და ესეთ შემთხვევებიც იყო, რომ მოტრიალებული თამაშების გახსოვს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. დავისესხები პალიკოს ზუსტად სტარტი გვინოდა ისეთი რომ მოგებით აგვეწყო, იმიტომ რომ გასული სეზონი ჩაგვივარდა. ვფიქრობ მომზადება კარგად გავიარეთ, მაგრამ ცოტა ალბათ აი ეს თითო ქულა, თითო ორი ქულა რაც ალბათ ცოტა იღბალიც უჭირდებოდა. ეხა ამ ეტაპზე გუნდი ფიზიკურად შემდეგ უკვე მეორე ეტაპი გავიარეთ მომზადების, პირველი ეტაპი ყოველთვის ცოტა დიდია, 8 კვირიანია დაახლოებით, ეხა 3 კვირიანი იყო. გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება, როგორც ესე გვეგონა ყოველ შემთხვევაში რომ თავიდანვე კარგად ვიყავით, მაგრამ რაღაცები იყო, ცოტა შეცდომა. ვფიქრობ, რომ ეხანდელი სტარტი უკვე განსხვავებული იქნება. რას გვეტყვით ახალწეულებზე, რეპორტაჟშიც იყვნენ ადამიანები, ლეგიონერები, ახალწეულები, თქვათ ეს გაძლიერება სწორედ ამ რაღაცა სტარტის მსხვილი სტარტის შემდეგ მოხდა თუ ეხა კიდე დამატებით გაძლიერება დაჭირდა გუნდს? ეს ბიჭები თავიდან როგორც არის რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რომ მხოლოდ 3 მოთამაშე 3 უცხო შეუძლია რომ იყოს 23 კაცში განაცხადში და დავფიქსირდით ამ 3 კაცზე სადაც მოგვიწია ერთი მოთამაშის გაშვება და გამომდინარე რომ თავიდან მქონდა ისეთი მოლაპარაკება იმ მოთამაშესთან ფიჯელი მითი ეროვნებით და ანუ გამოსასწრელი პერიოდი იყო. და გამომდინარე იყო სტაბილური ნორმალური მოთამაშე, მაგრამ ის ხარისხით აქვთ ფიჯელებს შეტევაში ისეთი ვერ იყო როგორც ის ორნი და ზოგადად რაც ახასიათებს ფიჯელს და მისი გამოშვება გადავწყვიტე და ვაკეთე ჩავანაცვლეთ სხვა მოთამაშედ რომელიც აგერ ნახეთ ჩვენ საფრიკელი მგეზავი ანუ კიდე ერთ ახალ მოთამაშეს ველოდებით თუ უკვე ჩამოვიდა არა ერთი ჩამოვიდა ერთი კიდე ჩამოდის მეოთხე რომელიც ანუ ეგეც თავის დაზღვევის ის არის შეიძლება ვიღაცას მოუწევს რაგბის კონტაქტური სპორტია და აქედან გამომდინარე შეიძლება ტრამვის გამო სულ და მithumetes ეხა ეს მეორე ნაწილი კიდე უფრო მნიშვნელოვანი მეორე ნაწილია და რთული არის რა. კი ბატონო. საინტერესო ამბავი რადგან გვინდა უფრო ვრცლად ვისაუბროთ არის ის რომ გუნდში არის ძალიან ბევრი ადგილობრივი ბოლო წლების სტატისტიკა ტენდენცია ისეთია რომ ყოველწლიურად იზრდება რაოდენობა მოთამაშეების რომლებიც ალიგის გუნდიდან დაწინაურდებიან დიდ გუნდში და ეს მისასალმებელია მხოლოდ და მხოლოდ წელს რამდენი მოთამაშე ყავთ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩემი ინფორმაციით შემოსვლამდეც ვისაუბრეთ რომ 11 ასეთი მოთამაშეა წელს რამდენია მოთამაშე რომელიც მოვიდა გიორგისთან ბავშვებთან მუშაობას მოუწია თენგოც იყო რეპორტაჟში სწორი ადამიანი იყო კონკრეტულად ვიც მუშაობდა განკვლევულად ამ მიმართულებით მახსოვს კარგად და დღევანდელი რაღაცა სურათი რომ დაგვიხატოთ და გვაჩვენოთ არსებული ადგილობრივ მოთამაშეებთან დაკავშირებით. ეხლა ბოლო დაახლოებით ამ 2 წლის განმავლობაში უკვე 11 მოთამაშე თამაშობს დიდ გუნდში ბათუმის აღზრდილი. აქ დიდი წვლილი მიუწვევს თენგს, გოგი ბერიძეს, დავით დოლიძეს. მეც მიწევდა მაგასთან მუშაობა. ვფიქრობ ეს 11 მოთამაშე ამ 2 წელიწადში ძალიან კარგი შედეგია, თან ასევე კარგი თაობა მოდის უფრო ქვევით ასაკში და ზოგადად გამოხმაურება ძალიან დიდი ყავს ბათუმში. რა აქვს და ასაკობრივშიც თითქმის
ყოველ წელიწადს მატულობს და მატულობს ბავშვთა რაოდენობა. არის თუ ეს რაღაცა კლუბის პოლიტიკაც, რომ მაქსიმალურად ადგილობრივ კადრებს მიეცეთ შანსი თამაშის. ეს არის განპირობებელი თქვა კლუბის პოლიტიკით, თუ ეს არის რაღაცა გამოუვალი მდგომარეობა და მარტო აქედან ვიღებ შევსებას. არა, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში არის კლუბის პოლიტიკა, რომ ახალგაზრდები თან მით უმეტეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც მაგალითად 2 წლის წინ ზუსტად თენგიზ გოგიბერიძის და დავით დოლიძის ხელმძღვანელობით მოხდა პირველად დაფიქსირდა ბათუმის ალიგის შედეგი, მესამე ადგილზე გავიდნენ და წინა სეზონის მესამე ადგილზე გავიდე ძალიან მეორე ადგილზეა. მანდაც გამართლების ის არის, სადაც ფინალი უნდა გვეთამაშა. წინა სეზონი უბრალოდ რაღაცეებში არ გაგვიმართლა და ეს არის რა თქმა უნდა გუნდის პოლიტიკა არის ის რომ ადგილობრივი ბიჭები, ახალგაზრდა ბიჭებს მიეცეთ საშუალება ამოვიდნენ და მათი ის ადგილობრივი იყო ძირითადი ბირთვი, ვინც ითამაშოს ბათუმში, მით უმეტეს ეხა მარტივი არ არის, ძალიან რთული არის ბიჭებისთვის, ეს როგორც მათთვისაა ძალიან დიდი გამოწვევა, ისე ჩვენთვისაც არის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა, იქიდან გამომდინარე რომ გუნდს აქვს მიზანი რომ გახდეს ჩემპიონი. ყავს პროფესიონალური ჯგუფი და ამ პროფესიონალურ ჯგუფში არიან მაღალი ხარისხის მოთამაშეები და ამ ბიჭებს ეძლევათ საშუალება იმისი რომ შევიდნენ იმ კონკურენციაში, თავისი დონე აწიონ, კიდევ ვიძახი მარტივი არ არის, მაგრამ ნელ-ნელა ეს ბიჭები შემოდიან, ყველა თავის დროს ბატონო ბალიკო, მინდა ჩაგიკითხოთ აქ თქვათ თქვენი გამოცდილების მწვრთნელისთვის რამდენად მზად თქვა ტაქტიკური განათლებით მოთამაშეები მოდიან, იგივე თქვა ალიგის გუნდიდან და თქვა მათთან დამატებით მეცადინეობა ბწყალებში გჭირდებათ თუ არა, მაინტერესებს ეს და არის თუ არა ხოლმე რაღაცა შეიძლება იფიქროს რომ ეს არის ფიზიკურად უბრალოდ ძლიერი რაღაცა ბიჭები, რომლებიც უბრალოდ რაღაცა კარგად დარბიან ან ძალა აქვთ. ტაქტიკური განათლებაც ხო ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ეხლა იყო დაწყებული იყო ჩემამდე ირაკლი გიორგაძე, ვინც იყო ირაკლი ჩემამდე, ჩვენ ერთად ვითამაშეთ ეროვნულ ნაკრებში წლები და ირაკლი საკმაოდ კარგი და გამოცდილი და ესეთი მწოდნელია, რომელმაც დაიწყო თავიდან საფუძველი და აი ეს გაგრძელება მოხდა იმისი რომ მაგალითად 3 წლის წინ უკვე რაც დიდი გუნდი თამაშობს, რა ტაქტიკური მონახაზით თამაშობს, რა სისტემებით თამაშობს, ის ჩავიტანეთ ქოვით, არა მარტო ალიგაში, ბელიგაშიც და იქ უკვე ბიჭებმა დაიწყეს მოთამაშის ინდივიდუალური პროფილი, როგორი პროფილის ანუ რა უნარები აქვს, იმ უნარებში რა მინუსი აქვს, რა პლუსი არა გასავითარებელი, რომ უკვე მაგალითად ეხა 1 წელიწადში არა მარტო ნახე სადღაც რამოდენიმე თვეში უკვე ვიყავით რომ ხანახან გჭირდებოდა ხოლმე მაგალითად ალიგელების შევსება რომ 15-15-ზე გავეკეთებინა რაღაც დიდი გუნდის ტაქტიკური ეგრევე თენგოზე დავითის ბიჭები ამოდიოდნენ რამოდენიმე ბიჭი რომელსაც არანაირი შეხსენება არ ჭირდებოდა მათ იცოდნენ რა უნდა ეთამაშათ იმიტომ რომ დიდი გუნდი რასაც თამაშობდა ზუსტად იმას თამაშობდნენ და ესე ერთად ვიმუშავეთ და დღეს ეს ბიჭები ეს მწვრთნელები უკვე ჩვენთან ერთად არიან და ჩვენთან ერთად უკვე დიდ გუნდში ერთად მუშაობთ, დანაწილებული აქვს როგორც იცით თანამედროვე რაგბი, უკვე ძალიან გაიშალა, უნარების მწვრთნელი ცალკეა, დაცვის ცალკეა, შერკინების და ერეფნის ეს შეტევის, ეს უკვე ცალკე გაიშალა და ანუ რასაც ის ბიჭები მუშაობდნენ და რასაც აკეთებდნენ, ის ტაქტიკური ცოდნა, ის ტექნიკური ცოდნა, ეს ფიზიკური, ასევე გიორგი ჩართული იყო მაგ მუშაობაში. Ფაქტიურად ეს ბიჭები ამოვიდნენ ამ ბიჭებისთვის, რაც 3 წლის წინ და 3 წელი იმუშავეს, იგივეს მუშაობენ და აგრძელებენ ჩვენთან დიდ გუნდში. ხო, ანუ გარკვეულწილად რაღაცა ნახევარმზად პროდუქტი მიიღო და ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია ნამდვილად. გიორგისთან მინდა დავსვა შემდეგი შეკითხვა. სწორედ ამ ბავშვებზე მათი წვლილი თუნდაც თქვათ გუნდის დღევანდელ აი ამ ბოლო რაღაცა მოგებულ თამაშებში და ამდენად გასახება მიზნად რომ რაღაც გარკვეულ პერიოდის შემდეგ რეალობა შეიძლება იყოს ისეთი რომ სრულად დაკომპლექტებული იყოს თქვათ ბათუმის გუნდით 1-2 მოთამაშე შეიძლება იყოს თქვათ ლეგიონი. ნუ ეგ ალბათ ჩვენი მიზანია და ის საფუძველი
რაც ჩაიყარა წლებისი, რომ ადრე თუ გვიან ბათუმში ძირითადი ნაწილი ბათუმელი იყოს და ადგილობრივი იყოს. ეხანდელი ბიჭები, ვინც თამაშობენ ის 11 მოთამაშეები, თქვით, თითქმის 90%-ს უკვე შანსი მიეცა და აი რამოდენიმე გაზამტეხი როლიც კი ითამაშა ბოლო თამაშებში, რომ გამარჯვება მოგვეპოვებია. ამაზე კარგი არაფერი არ იქნება თუ ისევ ამ ქალაქის აღზრდილ ბავშვებს და ამ ქალაქის მოთამაშეებს ვიხილავთ ერთად. სეზონის ისა ბოდიში რა მინდა, იმიტომ რომ აი ნახეთ პროფილებია, აი სხვა პოზიციები არის. მაგალითად ახლა იცით რომ ერაკლინიძე მთავარი ცნელია გუნდის, მის პირველი ხაზები და პირველი ხაზი არის და შეკინება სპეციალისტი, რომელიც აი ეს ახალგაზრდა ბიჭები ხა 4 ბიჭი ყავს პირველი ხაზელი. აი ეს უკვე ჩაშლილია იქ დავით გუგუშვილიც, ის უკვე დერეფნისხირიდან, ანუ აი ეს სხვადასხვა მიმართულებები, ჩერკინების დაცვის მიმართულები, შეტევის მიმართულები, სტატიკური ფაზები, ანუ აი ეს ჩაშლილად კარგად ხო და აი ის დამატება მინდოდა რომ ზუსტად რომ დავიწყეთ აი განხორციელება ამ პროექტის ესე რომ დავარქვათ, მაშინ წვნელებით ცოტა ვიყავით, ახლა სტაფიც გაიზარდა თითქმის აი როგორც ანუ ეხლა უკვე ყველა მიცის თავის საქმე და თითქმის ორ-ორი წვნელია უკვე ერთ საქმეს აკეთებს ორ-ორი წვნელი, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია და დახმარების გარეშეც არ გამოვა, ასე რომ როგორც მოთამაშეები ვითარდება, ასე რომ სეზონის დასკვნის ნაწილზე რა შეგვიძლია ვთქვათ კალენდარი 14 ფებრუარს ვიცით რომ შემდეგი თამაშია და შემდეგ უკვე არ არის ვთქვათ აი იოლი თამაში არცერთი არ იქნება, მე ვფიქრობ რთულია ყოველთვის ეს ნაწილი სეზონის, შემდეგ ვინიც ის როგორ გადალაგდება სატურნირო ცხრილი, შეიძლება ქულათა რაოდენობით იმის დაშვებაც რომ რაღაცა პირველ ადგილზეც კი რატომაც არა. რამდენად ვთქვათ გესახებათ რეალურ მიზნად რომ წელს აი დათომრას თქვა რეპორტაჟის დროს რომ თასი დაუბრუნდეს ბათუმს. რამდენად რეალური შესრულებელი მისია. მიზანი გასაგებია, რამდენად შესრულებადი მისია. შესრულებადი ხა ნუ რაც ახლა გამოვიარეთ ჩვენ ხა კიდევ ერთხელ ვახსენებ მე რომ ხა მე არც ერთი ყოველთვის ნებისმიერი გუნდი მისგინა იყოს ბოლო ადგილზე იქნება თუ რა ის აი რაგბი და მორაგბე ნებისმიერი მორაგბის მოედანზე გამოდის ის რა თქმა უნდა გამოდის რამდენი შეუძლია ითამაშებს 10 წუთს ითამაშებს თუ 80 წუთს ითამაშებს თავისას დადებს რა და ეხლა ნუ არასის გუნდს ეხა რომელი გუნდის მეორე ადგილზეა და სულ 3 წაგება აქვს არასის გუნდს 2 ჩვენთან წააგო 1 ლელოსთან გამწაგებიდან ეხა ბოლოსთან არის მაგალითად აიასთან აქვს მოგებული რომელიც პირველ ადგილოსანია ანუ აქ არის შესაძლებელია აუცილებლად ბათუმს შეუძლია ჩვენ ბიჭებს ეს შეუძლიათ და ჩვენ გვაქვს მაგის რესურსი და რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველა თამაში პლეი-ოფის დონეა ჩვენი მიზანია რომ გადავინაცვლოთ უბრალოდ იმ პირველ მეორე ადგილის სივრცეში რომელიც რა თქმა უნდა უფრო ართულებს მაგის გარეთ დარჩენა ართულებს ფინალამდე მისვლას და ჩემპიონობას იმიტომ რომ უფრო გზელი გზა გაქვს გასავლელი თუ გახსოვთ 2 წლის წინ იყო რომ რუსთავს შევხვდით ჩვენი 28-ვე თამაში იყო რუსთავისთვის მე-20 თამაში იყო მით უმეტეს გამოვიარეთ ელი სუპერთასი და ეს ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს დავამოკლოთ ეს გზა და კიდევ ვიძახით ჩვენი ყველა თამაში ჩვენთვის არის პლეი-ოფის თამაში და ეს გათავისებული აქვს ბიჭებს და ვიცით შეგვიძლია რესურსიც გვაქვს ტაქტიკურათაც, ფიზიკურათაც და მაქსიმალურად უკვე მთავარია რომ აი არ დაგვაუვიწყდეს რომ კოჩები შეიძლება ბოლო ადგილზეა, მაგრამ მაინც მორაგბეები არიან. რა თქმა უნდა, ბოლო ადგილი ისეთ პირობითი მცნებაა, ჩემი აზრით დიდიაც გათამაშებაში. 14 ფებრუარს მოუწოდოთ ხო ჩვენს მაყურებელს გულშემატკივარს რომ აუცილებლად ხარდაჭერა სავსე ტრიბუნები ყოველთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რაგბზე და დამავიწყდა წეგან მეკითხა რომ სავსაუბრობთ თქვათ იგივე აი ამ ალიგის მოთამაშეებზე აკადემიაზე რომლის პროექტიც როგორც ვიცი უკვე არის და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე შეიძლება იყოს თქვათ ეს აკადემია რომელიც მუშაობს უკვე მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამუშავდეს დასავლეთ საქართველოზე ამაზე მინდა დეტალურად რომ კითხოთ და თქვათ მისი მნიშვნელობაც რომ გავიაზროთ. რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით დაარსდა 4 აკადემია საქართველოში, არის ლელოს აკადემია, ხვამლის აკადემია, აიას აკადემია და ბათუმის აკადემია. თვითონ ეს ფაქტი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის, არ ვიცი, აი
ფანტასტიკური პროექტი არის. საშვილიშვილო პროექტი. ეს აჭარისთვის, ბათუმისთვის, ქართული რაგბისთვის ზოგადად. ქართული რაგბისთვის და რეგიონისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ახალგაზრდებზე ვილაპარაკეთ, თუ 11 ყავს დღეს 2 და 3 წელიწადში და 20 წელიწადში უკვე სხვა დონის იქნება და სხვა იქნება. აქ მამან განაპირობა ის, რომ ჩამოყალიბდა ბათუმში, უბრალოდ ის არის რაღაც დასაკმაყოფილებელია, მოკლედ გამოცდილება, ლიცენზირება, აგერ გიორგი არის თლიანი აკადემიის ფიზმომზადების მცდელი, რომელიც 3 წლოვანება არის 15 წლამდე, არის 16 წლამდე და 17 წლამდე, რომლებიც ცალ-ცალკე ვარჯიშობენ. გიორგიმ ყველა ლიცენზია აქვს, თუ რამე არსებობს საქართველოს ფიზმომზადების და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იმის, რომ დართო და გადაწყვიტა რაგბის კავშირი. როცა ადამიანური რესურსი გააქვს იმის, რომ მწვრთნელები და ასაქმო და გააქვს პროფესიონალთან საქმე შეხება, შეიძლება მაშინ უკვე ფიზმომზადების მწვრთნელი, უკვე თვითონ მწვრთნელები ყველას კლუბში ხა ყავს 4 ფიზმომზადების რომელსაც ყველაფერი აქვს, 4 მწვრთნელი, რომელსაც ისე საერთაშორისო დონის მაღალი დონე აქვს 15 კაცა რაგბის და აქედან გამომდინარე რომ საშუალება და ანუ რო დავასრულო ეს რას მოიცავს ეს მოიცავს საუკეთესო ბავშვები ამ წლოვანებაში ატარა ჯგუფები რომელიც შეირჩა არა მარტო ბათუმიდან და ბათუმის კლუბიდან შეირჩა ქობულეთიდან შეირჩა ჩაქვიდან ფოთიდან ანუ და ის გაიშლება რეგიონებიდან და ეს საუკეთესო ბავშვები უკვე გაივლიან იმ პროგრამას, რომელიც არის უკვე აქ 18 წლამდე ნაკრები, რასაც და რაგბის კავშირის და ეს ფიზმომზადების ხელმძღვანელის მიმართულებით, სადაც ბავშვები აი 0-დან სწავლობენ იმ ფიზმომზადების მიმართულებას, ასევე სარაგბო უნარებს და მაგალითად ეხა დეკემბერში იყო ჩამოსულები 18 წლამდე ნაკრები, რომელმაც პირდაპირ მოვიდნენ და აკადემიაში დაიწყეს ამ ბავშვების შერჩევა. და პირდაპირ ჩავლენ ქუთაისში, ჩავლენ თბილისში იმ აკადემიებში და იქიდან უკვე საუკეთესო ბავშვებს დაიწყებენ ისე შერჩევას. თავად გიორგისაც ვკითხოთ რა პროექტი ნამდვილად ისეთია, რომ გამოადგება საომალოდ ჩვენს ნაკრებს, ჩვენს ქვეყანას. აქ როგორც პავლიკომ თქვა, შერჩევით მოხდა, რა თქმა უნდა, აქ საუკეთესო ბავშვები აირჩა, მაგრამ აქ ისევ და ისევ მიდით სვლა, იმიტომ რომ ყოველთვის ვიღაც საუკეთესო არის ხოლმე გასახალი საერთოდ ამ აკადემიაში ძირითადი ბირთვი მაინც ბათუმელია ეს არ არის იმიტომ რომ მწვრთნელები ბათუმელები ვართ უბრალოდ შერჩევის დროს ესე მოხდა მაგრამ კარგი საერთოდ რამოდენიმე რეგიონს მოიცავს და სხვადასხვა რეგიონიდან დავაინტერესოთ ბავშვებს და პირიქით აქ ჩამოვიყვან და აქ შეძლებენ განვითარებას მწვრთნელებიც როგორც მოგახსენეთ ყველა თითქმის მაღალი ლიცენზირებულები არიან უმაღლესი დონის მწვრთნელები არიან და ვფიქრობ აქ საქმეს ვაკეთებ. კი ბატონო, ნაკრები ახსენეთ მართალია 18 წლამდე, მაგრამ ნელ-ნელა სანაკრებო თემაზეც გადავიდეთ, თქვათ შანსი იმისა, რომ დღეს თქვათ ნაკრები ძალიან მაღალი დონის ნაკრები ყავს, ამაში ეჭვიარობის არ ეპარება, მაგრამ მეორე მხრივ თქვათ ეს გარკვეულწილად რაღაცა მაღალი კონკურენცია შეიძლება თქვათ დიდი ათის მოთამაშეებისთვის ცოტა პრობლემა ხდება, იმიტომ რომ რთულია ამ ნაკრებში მოხვედრა ადგილობრივი ჩემპიონატი მეთანხმებით თუ არა მოსაზრებაში და თქვათ რამდენად შესაძლებელია რომ აქ ადგილზე დიდი ათის მოთამაშე მოხვდეს ნაკრებში, ესეთ მაგალითები რამდენიმე გვაქვს, მაგრამ ნუ ბევრი არა თავწუხაროდ. ეხლა მაგალითად შავი ლომი აქაო დიდი ათის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. ანუ აქედან იწყებს საიდან ბავშვი. ხო, არა, დიდი ათიდან იღებს შევსებას, მაგალითად, დიდი ათიდან აკეთებს ამ შევსებას. ეს რაღაც ასე ვთქვათ, ხიდი არის იმისი, რომელი ხიდითაც შეუძლია რომ გადაინაცვლო, ჯერ ბიჭები მოხდნენ მაგალითად ბაჩუკი ჭუმბაძე ყოჩებში თამაშობდა, წელს ახლა ჩვენთან არის, შავლომში კი არის, მაგრამ დიდაჩი თამაშობდა, შავლომში თამაშა და ეხლა უკვე ნაკრების გაფართოებულ სიმაშია რა და ეს მე ვფიქრობ რომ არ არის ხა ისე ძალიან კაი მოთამაშეები არიან ბიჭები გარკვეულწილად ეს ცუდი ნამდვილად არ არის რომ იმდენად სერიოზული ნაკრებია რომ რთულია რომ მოხვედრაც კი კონკურენცია რა თქმა უნდა მაღალია ძალიან კაია რომ შავი ლომი ჩელენჯს თამაშობს
იმიტომ რომ იქ საერთოდ სხვა დონეა კიდე და ვნახეთ ახლა ჩვენ რომ ესე მარტივი არ არის, დაგჭირდება რამოდენიმე წელი, ალბათ 2 წელი ან 3 წელი, სადაც იმ ჩელენჯზეც უკვე სხვა დონეზე ვიქნებით. შავი ლომის დონე აიწევა, დიდი 10-ის დონეც აიწევა. უბრალოდ ერთი კაი პროექტი იყო, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება დიდაც. პროექტი იყო, რომელიც გააკეთეს ანაკრები, პლუს ანაკრები, სადაც წავედით და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს ვეთამაშეთ და ეს იყო დიდი 10-ის ის მოთამაშეები, სადაც შეიძლება კანდიდატი იყოს. რუსთავისნელი, რომელიც რუსთავი გახდა ჩემპიონი, რუსთავისნელი გახდა მთავარისნელად დაინიშნა, მან შეარჩია, რა თქმა უნდა, მეც თავში ვიყავი. ნემსაძეც აიასვნელიც სტაფში იყო და ამ სტაფიდან შეირჩა დიდი 10 საუკეთესო მოთამაშეები, წავედით და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს თავისთან სახში მოუგეთ 45 ქულა. ანუ მე ვფიქრობ, რომ აი ეს მსგავსი რაღაცა ამ დიდაც უფრო წახალისებს. უბრალოდ იმის მერე აღარ გაკეთა ის 2 წლის წინ, დიდაც წახალისებს და ყოველ წელიწად თუ ჩაგვთავენ, რაღაც იყო სურვილები მაგისი, თუ ჩაგვთავენ და თამაშიც რაღაცა ხა შვეიცარიის მე შეურაცხყოფას კიდევ არავის არ მივაყენებ, ეხა 100-0 თამაში ესე ჩართული, ანუ ბევრია, ძალიან ბევრია რა და მან და ჩვენ შეგვიძლია რომ ვიხეიროთ და იმ დიდი 10-ის მოთამაშეებით შევკრიბოთ და მსგავსი ანაკრები გაკეთდეს და გააგრძელოს მაგალითად შვეიცარიასთან, პოლონეთთან, მეორე ეშელონის გუნდთან. მე უფრო რთული იქნება მაგალითად ბელგიასთან იყოს თამაში, ან აი იმ გუნდებთან, ვინც იქ ტრიალებენ, ის 8 გუნდი სადაც არის, შეგვიძლია რომ რამოდენიმე გუნდს ვეთამაშოთ, ტესტების აფხულობით გავაკეთოთ, ესეც დაეხმარება იმ იქ მოხდენ, სადაც ის ხიდი არის, შავი ლომის ხიდი. ძალიან დიდი მადლობა, ეს მოსაზრება იყო საინტერესო, ბოლოს რაც თქვით და იმედია რომ რამას რაღაცა გარკვეულ ყურადღება დაეთმობა რაგბის კავშირის მხრიდან. მინდა წარმატებები გისურვოთ 14 თებერვალს უკვე საშინაო შეხვედრაში ბათუმში და კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს გულშემატკივარს რომ აუცილებლად დაესწრონ სარაგბო მატჩებს ბათუმში. მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. ახლა კი დროა გავიგოთ რა ხდებოდა სხვა სპორტის სახეობებში გასულ უქმეებზე. ლანა ჯაფარიძე, ჩემი კოლეგა შემოგვიერთება და მოგვიყვება ამ ამბებს. ლანა, მოგესალმებით. მოგესალმებით ბესო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს როგორც ყოველთვის გასული უქმეების ყველაზე საინტერესო სპორტულ ამბებს მოგიყვებით. საკალათბურთო კლუბი ბათუმი საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში სტუმრად ზესტაფონის მარგვეთს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში 88-84 დაამარცხა. ბათუმელებმა შეხვედრის შემოტრიალება თავის სასარგებლოდ მატჩის ბოლოს წუთებზე მოახერხეს. ზღვისპირელებს ლუკა კალატოზეშვილმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო. მასპინძლებიდან კი 24 ქულით საუკეთესო დემეტრიუს ლეიქი იყო. ამრიგად 11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი 9 თებერვალს შინ ვიქტორ სანიკიძის აკადემიის წინააღმდეგ ჩაატარებს. გორში 23 წლამდელთა შორის დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრებმა, რომელმაც საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 13 медალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ჩემპიონები ბესო მახარაძე, რომეო ბერიძე, ანრი თავართკილაძე, ანრი ფუტკარაძე და ლუკა გაბისონია გახდნენ. ვიცე ჩემპიონობას გიორგი კოჩალიძე, ანრი ხოზრევანიძე, ნიკა ბროლაძე და იაგო გობაძე დასჯერდნენ. ხოლო ბრინჯაოს მედლები საბა სურმანიძეს, რატი ხოზრევანიძეს, ლუკა კოჩალიძეს, ალექსანდრე ვანაძეს და ლუკა შავაძეს ერგოთ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის სეზონის პირველი შეხვედრა თბილისში ავჭალის სტადიონზე გამართა და შვეიცარია გამანადგურებელი ანგარიშით 100-0 დაამარცხა. რიჩარდ კოკერილის გუნდმა საერთო ჯამში მეტოქეს 16 ლელო დაუდო. ლელოების დუბლი გელა აფრასიძემ, აკაკი ტაბუცაძემ, ლუკა ივანიშვილმა და შალვა აფციაურმა შეასრულეს. თითო-თითო ლელო კი გიორგი კვესელაძემ, ლუკა ჯაფარიძემ, თორნიკე კახოიძემ, ლუკა მატკავამ, ილიას პანდერაშვილმა, მიხეილ ალანიამ, ბექა შვანგირაძემ და გიორგი ხაინდრავამ გაიტანეს. მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრები 8 თებერვალს კვლავ თბილისში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მინდა მიულოცო ბიჭებს, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, რეკორდული სხვაობით მოვიგეთ პირველად ისტორიაში. სასიხარულოა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. ვიცოდით, ვისაც ვეთამაშებოდით, რა თქმა უნდა, მეტოქის ყოველთვის ვაფასებთ, მაგრამ თავარი შეტყობინება იყო, რომ გუნდურად გვეთამაშა. უნდა შეგვენარჩუნებინა ჩართულობა მთელი თამაშის განმავლობაში, რაც კარგად მოვახერხეთ, ყველა მიცის, რომ მეც ვიმსახურებთ. ეს უბრალოდ ჩვენთვის საუარჯო თამაში იყო შემდეგი თამაშებისთვის. ჩვენთვის რამე განსაკუთრებული არ იყო ის, რომ ჩვენ შვეიცარიას დავამარცხებდით, მაგრამ სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა და მნიშვნელოვანი ის არის, რომ თელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ჩვენი ადგილი სხვაგან არის და დროულად გააღონ ის კარებები, რომელიც გასაღებია. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ქალთა ერთეულთა თანრიგში ანასტასია გაბუნოვამ 2 პროგრამის ჯამში 198.61 ქულა დააგროვა და კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ ჩვენს ნაკრებს ვერცხლის медаლი მოუტანა. ბრინჯაოს медаლი კი ჩვენს დელეგაციას წყვილთა შორის ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა შემატა. ქართულმა წყვილმა 2 პროგრამის ჯამში 191.88 ქულა დააგროვა და ამ შედეგით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში. შეჯიბრება 7, 9, 11, 13 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. 5 დღიანი ასპარეზობის შემდეგ რეგიონის ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდნენ ტურნირების დებულების თანახმად. ყველა ასაკობრივი კატეგორიის ჩემპიონი ჭაბუკი და გოგონა ამავე ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელსაც პირველიდან 10 თებერვალს ქუთაისი მასპინძლებს. შეჯიბრება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ასევე აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის მხარდაჭერით ჩატარდა. მე ვარ ნატაშა ინიძე, 7 წლიანებში გავედი პირველ ადგილზე, 7-დან 7 ქულა ავიღე. შემდეგ ვაპირებ საქართველოზე გამარჯვებას და მინდა იქაც მოვიგო. ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპლეიში A-ტიპის 250 ქულიან ტურნირზე ასპარეზობა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა. შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილ რუს ანდრეი რუბლოვთან ბასილაშვილმა თამაში პირველ სეტში მაშინ შეწყვიტა, როდესაც მეტოქე 5-2 იგებდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი ტრავმის გამო ვერ გააგრძელა. ცნობისთვის მონპლეის ტურნირზე ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 შეხვედრა მოიგო და ძირითად ბადეშიც 2 წრე გაიარა, რის შედეგადაც მან 63 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში 178 ადგილიდან 156 პოზიციაზე გადმოინაცვლა. საქართველოს ფუტზალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მესამე ტურის მატჩში ბულგარეთს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა. ჩვენი ნაკრების მხრიდან დუბლი ვახტანგ ჯვარაშვილმა შეასრულა, თითო ბურთიკი გიორგი ჩიმაკაძემ, ნიკოლოს გაბრიჩიძემ, ნიკა ხარატიშვილმა და ბექა ტყემალაძემ გაიტანეს. სტუმართა მხრიდან კი პრესტიჟის გოლის გატანა პავლინ კუზოვმა მოახერხა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს ბულგარეთთან ამჯერად სტუმრად გამართავს. ეხლა ჩვენ ამოგებით ნატალია ეხლა ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ, კარგია. შემდეგი თამაშისთვის დიდი мотиваცია მივიღეთ, 6 ქულა გვაქვს. სულ რამოდენიმე დღეში მოგეხსენებათ, იცით რომ ბულგარეთს უკვე გასვლით შეხვედრაში ვეთამაშებით, ასე რომ ეხლა სწორი ანალიზი იყო რაღაც შეცდომები, რაც უკვე მეორე თამაში აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მადლობა ბიჭებს, კარგი თამაშისთვის და ვფიქრობ, ვიმსახურებთ იმას, რომ 6 ქულა დღესდღეობით გქონდეს საქართველოს ფუტზალის ნაკრებს. საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, ბევრი გოლი გავიდა. ასე თქვა, ერთმანეთზე ლამაზი გოლები გამოვიდა საერთო ჯამში და კარგი იყო, ვისურვებდი უფრო მეტი ხალხი მოვიდეს, დაინტერესდეს ამ სპორტით, საკმაოდ სანახაობრივია და კიდევ ერთხელ ულოცავ ყველას ამ გამარჯვებას. ძალიან ემოციურია, ყოველთვის ნაკრებში თამაში და ძალიან სასიხარულოა. შემდეგ გოლის გატანა არ ვიცი, ძალიან დიდი გრძნობაა და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი გოლი და ეხლა უკვე კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მომდევნო თამაშზე, რომელიც მალე გველოდება ბულგარეთში და აუცილებლად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის კვლავ.
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დაგეგმილ UFC 312-ის ტურნირამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. 9 თებერვალს სწორედ ამ ქარდზე ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგება. თავდაპირველად თოფურია კოდი ჰადონს უნდა შეხვედროდა, თუმცა ავსტრალიელმა ტრავმა მიიღო და ბრძოლას ჩაიხსნა. ორგანიზაციამ ალექსანდრეს ახალი მოწინააღმდეგე მალევე უპოვა და მისი მეტოქე კოლბი თიქნესი იქნება. 25 წლის თიქნესი ავსტრალიური საბრძოლო ორგანიზაციის მოქმედი ჩემპიონია და UFC-ში ისიც სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს. ამჟამად მას კარიერაში 7-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული, რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას 28 წლის მებრძოლი ამ დაპირისპირებას 5 გამარჯვებითა და 1 მარცხით ხვდება. დღეისათვის ეს ბოლო სპორტული სიახლე იყო. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის. ნახვამდის. ლანა, მადლობა სიახლეების გაცნობისთვის. ბოლო სიახლე, რომელიც დღეს უნდა მოგიყვეთ და გითხრათ, ეხება სპორტის დეპარტამენტს, საჭარის სპორტის დეპარტამენტმა გუშინ დააჯილდოვა საუკეთესოები. მოიხსენებათ 2024 წლის ღონისძიება გახდათ ეს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენები, პარასპორტსმენები, სპორტის მოღვაწეები დაჯილდოვდნენ, მათ გადაეცათ სპეციალური სიგელები და რა თქმა უნდა, საჩუქრებიც ჩვენს კოლეგასაც გარდაცვლილ გოგი მურვანიძესაც სცეს პატივი ამ ღონისძიებაზე. კადრებს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. მე კი გეტყვით, რომ ჩვენ უკვე მოვალ ორშაბათს ამ სტუდიაში საჭარის სპორტის დეპარტამენტის მესწორებთან ერთად ვისაუბრებთ და ბათუმის მუხრან-ვახტანგ სახელობის სასპორტო სკოლის მესწორებთან ერთადაც იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდა მიმდინარე წლის დასაწყისში, ასევე გასულ წელს და ამ ღონისძიებაზეც რა თქმა უნდა გავაკეთებთ აქცენტს, ასე რომ მოდით ნახოთ ინტერვიუები, რომელიც ჩვენმა განაღებმა ჯგუფმა ჩაწერა ამ ღონისძიებაზე და შემდეგ უკვე დაგემშვიდობებით ზურფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიმყოფებით თითოეულ სპორტსმენთან, მწვრთნელთან და ვიზიარებთ მათ გამოწვევების შესახებ ინფორმაციას, ვცდილობთ რომ მუდმივად დაუდგეთ გვერდით და ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია უკეთესი პირობების შექმნისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ ერთად, რომ შევქმნათ უკეთესი გარემო, ჩატარდეს უფრო მეტი შეკრება, უფრო მეტი წვრთნა და შესაბამისად გქონდეს უკეთესი შედეგები, ვიდრე იყო გასულ წელს. თუმცა განსაკუთრებული წელი იყო 2024 წელი და როგორც სპორტის სფეროს ხალხი ამბობს ხოლმე, როგორც კი მთავრდება ოლიმპიადა, იწყება ახალი ოლიმპიადისთვის მზადება და შესაბამისად ჩვენ უკვე აქტიურად ვართ ჩართულები ოლიმპიადის მზადებაში. ასეთი სახის დაჯილდოებები როგორც დამწყებებისთვის, ასევე უკვე პროფესიონალ სპორტში ძალიან დიდ ემოციურ დადებით შაბაჭირებას ვიტოვებს. შეეხება შარშანდელ შედეგებს მეტ-ნაკლებად ნორმალურად. ჩვენ გვაქვს დიდი ამბიციები, დიდი მიზნები და უკეთესობისკენ რა თქმა უნდა იმედები. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენი შრომის დაფასებისთვის, გაზიარებისთვის. ეს წელი ნამდვილად წარმატებული იყო ჩვენთვის და ეს იყო სალიცენზიო წელი. ამ წელს მოვიპოვეთ ტოკიოს ლიცენზიები და წელს უკვე შევეცდებით, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ ამ წელში. ძალიან ბედნიერი ვარ ესეთ ადამიანებთან ერთად, როგორც დღეს ვიყავით. ეს ჩვენთვის დიდი мотиваცია არის, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიყო და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყოველ წელს მიზანი მაქვს ის, რომ აქ ამ ადგილას ვიყო და მათ გვერდში ეს სიხარულე წარმატება ერთად გავიზიაროთ. ასეთი იყო დღეისათვის სპორტ კლუბი. მე შეგახსენებთ, რომ ხვალ 18 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭარის ტელევიზია დინამო ბათუმის 3-3 საერთაშორისო ამხანაგური მატჩების სერიის მორიგ შეხვედრას შემოგთავაზებთ. დინამო ბათუმი ჟიტომირის პოლესიას უკრაინული გუნდის წინააღმდეგ შეატარებს მატჩს და 18 საათზე ამ მატჩის რეპორტაჟზე შევხვდებით ერთმანეთს. მე კი სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით, ნახვამდის.